ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კანადურ საქონელზე დაგეგმილი 50%-იანი ტარიფების ამოქმედებას 3 დღით აჩერებს. გადაწყვეტილება ვაშინგტონსა და ოტავას შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მიიღეს. მხარეები აცხადებენ, რომ სავაჭრო შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან, თუმცა საბოლოო პირობებზე მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდება. ახალი 50%-იანი ტარიფები დაახლოებით 20 მილიარდი დოლარის ღირებულების კანადურ პროდუქციას უნდა შეხებოდა. შეზღუდვები ძალაში 4 შაბათს უნდა შესულიყო, თუმცა კანადის მთავრობის თხოვნით მათი ამოქმედება 3 დღით გადაიდო, რათა მხარეებმა დეტალები საბოლოოდ შეათანხმონ. იცით, ამერიკელი ფერმერები კანადის გამო ძალიან დაზარალდნენ და მათ ტარიფების გადახდა აღარ მოუწევთ. შესაძლოა ზოგიერთი ტარიფი იმ დონემდე შევამციროთ, რომელიც სხვა ქვეყნებისთვის მოქმედებს, რადგან კანადა უფრო მაღალ ტარიფს იხდიდა. ამჟამად კანადის ხელმძღვანელობასთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ტარიფების ამოქმედება 3 დღით გადავდა. თავდაპირველად დღეს დილის 7 საათიდან ყველა შესაბამის საქონელზე 50%-იანი ტარიფი უნდა ამოქმედებულიყო. თუმცა კანადის თხოვნით ამის ამოქმედება 3 დღით გადავდა, რათა დეტალები საბოლოოდ შევათანხმოთ. იმედი მაქვს, ეს შესანიშნავი შეთანხმება იქნება, ყველასთვის სასარგებლო. მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხი ფოლადზე, ალუმინსა და ავტომობილებზე მოქმედი ტარიფებია. განსახილველ ვარიანტებს შორისაა კანადურ ფოლადსა და ალუმინზე ტარიფის 50%-დან 25%-მდე შემცირება, ხოლო კანადაში წარმოებულ ავტომობილებსა და მსუბუქ სატვირთოებზე 25%-დან 15%-მდე. საბოლოო შეთანხმება ამ ეტაპზე მიღწეული არ არის. კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის განცხადებით, მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესია, თუმცა რამდენიმე საკითხი კვლავ გადასაწყვეტია. შესაბამისად, 50%-იანი ტარიფების 3 დღით შეჩერება ვაშინგტონსა და ოტავას აძლევს დამატებით დროს, რათა სავაჭრო დავის გამწვავებამდე შეთანხმების საბოლოო პირობებზე შეჯერდნენ.